დავაყენოთ ჩვენი შტატივი. ახლა ისაც აგიგონათ რომ დუდუნა საჩუქრებს არ უგზავნიდნენ. აი ხარ დასყიდით თქვენთან სალაპარაკო დასყიდი უიდეთ ახლა თვალზე მიკეთია რენი ბაუები მაფარია შლაპა მიკეთია ბედენა წავიკარი მიხდება ძალიან დავიწყოთ სუბიდო დაისმეკრა აში აბა დააცქებდით მოცულობას რა თქმა უნდა ერთი რაღაც არიდება ხო მოგიხსენებ აი წაგახსნა უიდე და საწვალი და ვერ მიხედე ხა უარი წნებად ესე რომ დავიკონციანო აკა ახლა მე მაინც მიხდება მაგრამ ისე რომ თქვა ხო ლიოილი გაიატკეცეთ თუ მაღალო რამდენი რამე უიდე და მოიცათ უნდა დავთვალო თქვენ წინ უნდა დავთვალო რომ არ დაიწყოთ ერთი რაღაცა იდო ბევრი დევს ესა ერთი დაიცათ ესა 2 ესა 3 ესა 4 ესა 5 ესა 6 ახლა ესა უნდა შეიშხლაპუნო მე დაიმასაჟოს სკალპზე სკალპი ხუჭით რა არის თვალისა მეთქი უფალო კანისა ისა იმედე და თავისა კანი ხო და 2-3 საათი ვიჩერებთ ხო და მერე ვიბად ესე იგი რა ხდება თმის ჩვენას ყველაფერს კურნავს ზრდის მოცულობას აძლევს და ასე შემდეგ მერე ეს არის ხალხო დაიცა დავაშტერდე თმის დამცავი შრატი დაისხართ რამდენიმე წვენს ღერამი არ არის პრობლემა ხო და შეგიძლიათ ჩაუბანვამდე ქოდეთ ახლა 2 კვირა თუ არიბათ თავს ეგარ ვიცი მაგრამ ისე რო თქვა უნდა დაიბანოთ ხო ახლა შეაშტერდით რა ლამაზია აბა დააჩქირდით ხო ახლა ეს არისია ყველაფერს ამუყვება ინსტრუქცია ვერ გავიგებ აი დედა რა მეშველება არ არის საჭირო აბა დააჩქირდით შეაშტერდით ესე იგი ახლა ეს არ არის რისკა გამოიყენება ისმევა წამწამზე მცირეუდენი ბიძეტას საღამოს ახლა სალონში რო გაიკეთებთ 1000 პროცედურებს ხო ისა ზიანდება და ძმაო და მე უნდა დაიტენიანოთ არით რო გაიზაროს გაჯანსაღდეთ და ყველაფერი კარგი ხო ინსტრუქცია ჩავახუტა ლიოილმა მეტი რა გააკეთოს ახლა შედის ლავანდა ჯანჯაფილი ავოკადო ევკალიპტი როზმარინის სელი წერტილი ასე რომ გისურვებთ სილამაზის და ჯანმრთელობასო მადლობა ნდობისთვისო აჰა არ არის ადამიანი უმადური აჰა აბა დააჩქერდით რა ლამაზია ჯერ აღამი არ არის რომ კაკა დავიტანო არ არის რა ჯერ არის დილა ახლა ვხსნით შემდეგს ამოგვაქვს ლიოილი გასაგებად აუწერი ადამიანს ლამაზია ჯერა სუნი უნდა ნახოთ გძეტა ტუჩის მირთუ მაღალო ისეთი ახალ ხუროჭამოთ არ არის პრობლემა აი ესეთი სუნი ტუჩსაჭი ხო ჭეთქორებანი არ მინახავს რა ვიცი შემდეგი არა თუ გაიხსნება ახლა ეს ანგლი ავისა ყუჩიდებს ხალხო ჰოპ იზავ ეხლა ეს უიდე და რა კაია ბურბასა გავს შეგიძლიათ დაიწყნაროთ ხო მაგის არ არის ოღონდ აბა წავიდა ამასა დაიდებ და წყლავ ტყლუშ მაგისთვის არის მადლობა ჩავდებ თავის ადგილზე და დავაჭერ შემნიფთებს ხელი არავინ ახლოს მოგიხსენებათ ხო ყველა პროდუქტი არის მცენარეული გასაგებად უწერია ბალხსა ასე მერეო რას ამობს ლაბორატორიულად გამოცდილი მეთოდით რის შედეგადაც ნარჩუნდება ყველა სასარგებლო მინერალი წერტილი დამზადებულია საქართველოში წერტილი ლიოილი და დაამატოს მეტი იგიზიათ მიწეროთ ვიბერში, ვატსაპზე, ტელეგრამზე და ანა ზვანოკი გაუშვათ თუ მაინც და მაინც არა გაქვთ ხალხო ვაი თუ ანგარიშზე ზარი გავში დაგირეკავენ მე ახლა მეტი არ ვიცი რა უნდა გქნა ხო ბაი მოდი ვნახოთ რა გამოგვიგზავნა ლიოილი და დაპირებული განყუთვა გავაკეთოთ მართალია ყველაფრიდან ამოვიღე და გავბრდღვენი მაგრამ ეს გაბრდღვნილი მინდა რომ გაჩვენოთ მოკლედ რა არის აი ეს გახლავთ შრატი რომელიც
ატენიანებს, ანიჭებს ბზინვარებას და იცავს გარემო სტრესებისაგან. გამოყენების წესი არის სუფთათმის ღერზე, უნდა დაიტანოთ მთლიან სიგრძეზე, შეგიძლიათ გაიჩეროთ დაბანიდან დაბანამდე და არ საჭიროებს არანაირად ჩამობანვას. აი ეს კონკრეტული, მით უფრო თუ აი მაგალითად გასწორებას აპირებ ან დახვრობას არ აქვს მნიშვნელობა, არის ძალიან კარგი თუ მანამდე დაიტანთ. მეორე კი გახლავთ თმის ცვენის, რომელიც ასევე აჩერებს ქერტლის ცვენას, ასტიმულირებს თმას, სწრაფად ზრდის, აჯანსაღებს, ასევე როგორც ძირებს, ასევე სკალპს. გამოყენების წესი გახლავს, დაიტანეთ სკალპზე რამდენიმე წვეთი, დაიმასაჟეთ, გაიჩერდ 2-3 საათი და ჩამოიბანეთ სასურველი შედეგისათვის გაიმეორეთ კვირაში 3-ჯერ. რეალურად რუტინა არ უნდა ჩააგდოთ, თუ გინდათ რომ მიიღოთ რაღაცნაირად ის შედეგი, რასაც ელოდებით. ხა შემსავით თვეში ერთხელ და უიმერე გაგახსენდეთ, ასე არ უნდა გქონდეთ. ერთი პერიოდი ძალიან აქტიურად ვიყენებდი და მომცა შედეგი, შემდეგ ცოტა აურიე და უნდა მიყვეთ, არ უნდა ჩაგივარდეთ ის რუტინა, რასაც დაგეგმავთ, რომ თმა მოიყვანოთ ფორმაში. ასე რომ ლიო ოილი ჩემთვის არ ვიცი, ძალიან ახლობელია. შემდეგი, აი ყველაზე კარგი მინდა რომ ბოლოსთვის შემოვინახო, რაც უკვე დავტესტე და ძალიან კარგია. ხო, ასევე თმის სამაგრი, რომელიც გამომიგზავნა, რომელიც სულ მჭირდება. მოდი ვნახოთ რა არის ეს. ეს გახლავთ. ჯერ კარგად დავაკვირდეთ და ნახეთ როგორი სტრუქტურა აქვს. აი ტურს რო აქვს ამდაგვარი. წაგიკითხავთ ახლა რა არის ეს. წარბის და წამწამის ზეთოვანი შრატი გახსოვთ, ყველას რაც მომეწონა, ყველაზე მეტად მოყვება თავისი ინსტრუქცია რა არის და როგორ უნდა გამოვიყენოთ, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი პლუსია. მოკლედ, რას გვეუბნება ლიო ოილი. შემადგენლობა: ლავანდა, ჯანჯაფილი, ავოკადო, ევკალიპტი, როზმარინი და სელი. ეს გამოიყენება საღამოს, ძალიან თხელი ფენა წარბზე და წამწამზე უნდა გამოვიყენოთ გოგოებო. და ნუ შემდეგ დილით რა თქმა უნდა შეგიძლიათ უკვე ჩამოიბანოთ ახშირებს, წამწამებს, როგორც წარბებს, მით უფრო როდესაც სალონში იკეთებ დაგრძელებებს და სხვადასხვა პროცედურებს, ვიცით რომ რეალურად ეს ძალიან აზიანებს და იმისთვის განსაკუთრებით ძალიან კარგია ეს ჩვენი ზეთოვანი შრატი, რომელიც გამოიყენება გოგოებო მხოლოდ და მხოლოდ საღამოს და მოდი, რადგან საღამოა, ცადოთ და ნახოთ რანაირია და როგორია. დავიტანოთ ჯერ წამწამზე. ასე. არ არის აუცილებელი სქელი ფენა გოგოებო. გავაკეთოთ აქეთ მხარეს აუცილებლად. ახლა დავიტანოთ წარბზე. ვნახოთ ზეთოვანია, რაც უფრო მეტად მომწონს. საერთოდ გონია რომ ზეთოვანები ბევრად ეფექტურია ხოლმე, როცა რაღაცას ვყიდულობ პროდუქციას, რატომღაც გონია რომ ზეთოვანი რაღაცები ბევრად ასე ვთქვათ ეფექტურია. ასე დავიტანე, ცოტა ხა შეშრეს რომ არ გადავიტანო სადმე ათმაზე ან სხვაგან. ახლა ვნახოთ მასაჟორი. შემდეგი პროდუქტი, რომელიც არის აი ესეთი, როგორც ბორბალი, ოღონდ რაღაცნაირად იჩხვლიტება, თან საკმაოდ, რაღაც არის ბასრია, აი ნახეთ როგორია. ნახეთ ბასრია საკმაოდ. მოკლედ, როგორც მომწერა, ეს გამოიყენება როგორც მასაჟორი და შეგიძლია გამოიყენო ჩვეულებრივად სახეზე და შეგიძლია გამოიყენო სკალპზე. მე რომ მეგონა რომ მხოლოდ ერთი რამისათვის გამოიყენებოდა, თურმე არა, შეგიძლია გამოიყენო აი ამ მიდამოშიც, რომელიც კარგად იჩხვლიტება სხვათა შორის და ასევე შეგიძლია გამოიყენო თმაზეც, მაგრამ აუცილებელია მისი დასპირტვა ყველა გამოყენების შემდეგ. ასე რომ
ძალიან საინტერესო პროდუქტია და დარწმუნებული ვარ ძალიან კარგად გამოვიყენებ. ნუ, ასე მგონია, ნახოთ. ჩემთვის ყველაზე კარგი პროდუქტი, რაც უკვე დავტესტე გითხარით და ძალიან მომეწონა და აუცილებლად შემდეგში რო დამიმთავრდება, ისევ დავუბრუნდები ამ პროდუქტს. ეს გახლავთ Lioelis ტუჩსაცხი, რომელიც ყველაზე მეტად მომეწონა და ეხლა ნახოთ როგორია, თქვენც მინდა რომ ნახოთ. ძალიან ლამაზია ვიზუალურად. არ არის თეთრი, რაღაცნაირი ბზინვარება დაყვება, თითქოს იასამნისფერი დაკრავს და ძალიან მომწონს. ახლა აღარ ვაპირებდი საღამოს ამის წასმას, უკვე დავტესტე, მაგრამ მინდა რომ თქვენც ნახოთ. და ვინც შეუკვეთავთ ამას, პირობას გაძლევთ, რომ ძალიან კმაყოფილები იქნებით. ჯერ მარტო სუნზე გაგიჟდებით, ისეთი სუნი აქვს. ამოდი. იმას მიქნა, გადმომივიდა ცოტა. ნუ აი არ ვიცი, რაღაცა სასწაულის სუნი აქვს. თითქოს ნესვის. აი არ ვიცი, საოცარი სუნი აქვს და თქვენთან ერთად დავიტან ახლა მე სასარგეში ვიხედები. თქვენ წარმოიდგინეთ, შხაპს ვიღებდი და არ წამსვშორდა სანამ ესე სახე არ დავიბანე. მოკლედ, ასე. ყველაზე კარგი რა არის კიდევ, ფუნჯი აქვს ძალიან ლამაზი, აი ნახეთ როგორია და რაღაცა კომფორტული ფუნჯია წასასვლელად. კარგი. მე ახლა თქვენ გაჩვენებთ უფრო ახლოდან, არ არის ახლა ისეთი განათება, რომ კარგად დაინახოთ რას გეუბნებით და აი ნახოთ აბა თუ შევძლებ, რომ რაღაცნაირად აღიქვათ ის, რასაც მე თქვენ გეუბნებით. მე აუცილებლად ხვალ დილით რომ წავისმე და წავალ სამსახურში ამ კადრებს გადავიღებ. ჩემი აზრით სიბნელეში ძალიან კარგად უნდა ჩანდეს ჩვეულებრივ ოთახის განათებაზე. ნახეთ, რამდენად ლამაზია ხალხო. აი ჩემი ყველაზე დიდი რეკომენდაცია ამ სასწაულს, რომელიც ტუჩზე მისვია და ვფიქრობ, რომ Lioelis ჩემი იმედები გაამართლა. დიდი მადლობა. როგორც ვიცი, სხვადასხვა ფერებიც აქვთ, მაგრამ ძალიან ლამაზია და თან როგორ არის, იცით, რომ შესაძლოა არ გინდოდეს რაღაცა ფერადი წაისვა და გინდა რომ ესეთი იყო რა, გესვას რაღაც ბზინავდე. ხო და მისვე და ბზინავ. ასე რომ თქვენ რას ფიქრობთ? ხო კიდევ გაჩვენებთ აუცილებლად. დილამშვიდობის. მერტო ჩემო. როგორ რაღაცნაირი ნაღვლიანი დილა. ნაცრისფერი ცით. არ მინდა. დილამშვიდობისაო, რა ლამაზად თენდები. და ახლა 9 საათია რაც ავდექი. ანუ ისე ბნელოდა რომ ავდექი, ისე ბნელოდა. ხალხო გავიხედა მეთქი. კაცო, რომელი საათია? 7:19 წუთი იყო ზუსტად. მანამდე 6 საათზე ავდექი, საბოდიში 5 საათზე ავდექი. რა მეგონა რომ მაღვიზარა რეკაო და საათს დავხდი, წავედი გავიქცი დავწექის. წავედით ახლა ჩვენ გოგოებო. უნდა წავიტყლაპნოთ სახეზე რაღაცები. და უნდა გავიქცეთ სამსახურში. მარიკოს მოიყვანს მამა. დღეს ორშაბათია, რაც იმას ნიშნავს, რომ არ მორიგე და ძალიან მეცოდება ბავშვი ასე ადრე წაყვანისათვის, ამიტომ უკვე მეორე კვირა კობას მოყავს დილით და როცა შეძლებს ხოლმე ორშაბათობით თავად მოიყვანს, იმიტომ რომ გვეცოდება ესე ძალიან ადრე წასაყვანად. დღეს შედარებით ჩავიცვათ თბილად, იმიტომ რომ
და რაღაცა სასუწო კვეთილია მინდი ჩანს და გავიშრიალოთ კვერცხი მოხარშე რას უნდა მივაყოლო მაგას ვიყიდი მაღაზიაში წავედით ახლა ჩვენ სანამ დამოგვიათა იმდეს ვტლიკინებ ხოლმე დილიდან იმდეს ვტლიკინებ მერე მაგვიანდება გუშინ არ ვიცი ხალხო შევყევი ამ სკროლას შევყევი რატო გადავწყვიტე რომ არ დამეძინა არ ვიცი 2 წუთები იყო გაქთიში ტელეფონი გადავწრიალდი დავიძინე და სანამ ჩამეძინებოდა ვფიქრობდი რომ ვთიშავდე სინდისმა შემაწუხა გვანცადილი თათქომა გაგიჭირდება ნახეჟე რა გიყო ჩემთოსო ნახეჟე რა გიყო რა ვიცი შედივრად აპტეკი წავედით თან 12 ხდებოდა ფრჩხილებს ვიკეთებდი გაბწარებული როგორც იცით 0-ს დაბლა მაქვს მე ფრჩხილი მოჭრილი რომ მკურნალობის ეტაპი მაქვს რომ ძალიან გამიფუჭეს და დამიზიანეს და აზრიანა ქამის მოზრდას ამ ეტაპზე ხო და იქ ნუნები და იქის ვიწესრიგე და კი დავიძინე რავი როცა დავიძინე ამ სკროლვის შეყოლაში გამყუთვის ვიდეო ვიღებდი ძალიან დიდ ხანს გოგოებო აი უცნობი სიმღერაზე როა მაგას ვიღებდი ძალიან დიდ ხანს და ასევე ძალიან დიდ ხანს დოდონას ხმითაც რო ვიღებდი მაგის განხილვას და აი გუშინ უკვე გადაწყვეტილი ვიყავი 2 საათი კი მოვუდი წავედით თქვენი შეთიტურ საცხი უნდა გაჩვენოთ რომ წავისო აი ჭკ რო იტყვია ჭკ მზე არ გვიჭყუტყუნებს ჯერ არის საკმაოდ ადრე მე ცოტა თბილად ვაცია შედარებით ვიდრე სხვა დღეებში ხო და მარიკოსას თბილი დასწმელი დავუწყო ანუ წინს კლავს და მე ხოლგა არ წამომიღია ერთი სუნი მაგრამ მზემ საიდანმე გამოანათოს რომ ეს ბზინვარე დაგატახოთ შეჯიბრობით არსად ჩემთან ხაზურია უკვე რავი 5 წუთია და არაფერი არის მის ტელეფონში აზია რა ვარ რაღაც ამბოლო დროს ძალიან ჭედავს ეს ზარები და ცოტა ვერ გავიგე აქსელია ესე განეჭურჩული თუ რა ხდება თქვენთან ჭედავს ბილაინი ამიტომ ჯოსელზე ვიყავი სულ ჯოსელზე ვარ ახლაც მეორე ტელეფონში მაგრამ ცოტა ამ ბილაინმა დამყალა არ ბზინავს მზი არ არის რობი მეშლები ვიყიდე შებოლილი და ჩემი პური ვიყიდე და კვერცხი მაქვს მოხეშული მართალია აქ სასწორი არ მაქვს პატარა სასწორი მაგრამ ნუ კვერცხი ვიცი ესეც რამდენია რაც შეეხება შებოლისოს ერთს მივიწვევ ან ორს და სახლში რომ მევალ იქავწონი ერთი ცალის რამდენი სიწონის და ამით მივხვდები ხოლო პურს თხელნაჭერს ჩამოვჭრი და დაახლოებით ვიანგარიშებ მასაც სახლში მასე გამოვჭრი რომ გავიგო რამდენი შევჭამე ამიტომ მე ასე წამოსვლა არ მიყვარს ესე ანუ რო არ ვიცი რაც როგორ ვჭამ მაგრამ ცხოვრება მოიტანა მეგობრებო მაგათ გამოვიყურებოდი და ახლა ვინმე და მასუყურეთ სადა ხარ ჩიტოს ვიდან გადმოვარდი ეთკინა ალბათ თავს რაღაცნაირად ანამოვარდნი ან არ ვიცი სახლში რაც უკეთესად რომ გამოვიყურები და გარეთ ვერ მითხარით ეგრისი ბრალია ახლა არის საღამოს თითქმის ჯერ 7 არ არის რადგან აქ ვზივარ მალე გახდება 7 საათი დღეს მორიგეები ვართ მე და ქალბატონი თი ამიტომ
შვიდამდე აქავართ და როგორ ლამაზია ფსინავს. მოიცად შევაერთოთ უთო. დაიცად. გაუთოთ მარიკოს ხვალინდელი 60 და დედიკოს რა თქმა უნდა 60-იც გასაუთოებელი აქვს. გადაწყვეტილი ვარ მოსული გადაწყვეტილი ისეთი დაღლილი ვარ რომ ჩემ ჭკუაზე მე მგონი არა ვარ მაგრამ არ ინერვიულობ სახლში ვარ და თუ რამე მოხედავე დავიღალე დღეს მე დედა კი გამშარვალი დავწვი დღეს გოგოებო მოვიდით ზანგბიან ანუ უკვე იმდენად გვიან რო რავი რა გითხრათ რა ხდებოდა ხო და აღმოვაჩინე რომ უისე ჭმელი არ მქონდა მთელი დღე ნაჭამი მთელი დღე ხალხო აქვე ეს გთხოვეთ ამის რამე თუ იცით რა ვუშველოთ მეც დამიწერეთ რაღაცა კი ვნახე ინტერნეტში მაგრამ არ ვიცი რამდენად ის არის სულ არ გავაფუჭო უთო რავი რას მივადე ხო და მთელი დღე არ მიჭამია გოგოებო გავაცნობიერი ვიყო სახლში რომ მოვედი არ მშიოდა მე არ მეცალა და ბოლოს არ მშიოდა აი ეგრე დაკომპლექტდა დღევანდელი დღე და სამწუხაროდ ერთ დროულად მომიწია ჩაყრა იმიტომ რომ ნუ პირველად ვჭამე დღეს გადასარევად კი ვიქეიფე მაგრამ რა თქმა უნდა კარგი ნამდვილად არ არის ესეთი რა ქვია მაგას გადმოვატრიალოთ ამ ხალა ინტერვალით მირთმევა მაგრამ მეტი სადარდებელი არ მომწეს ღმერთმა გიждები ამ ზედაზე ანუ დაიკიქში ვყიდე ადრე და ისე მიყვარს ხალხო რომ აი არ ვიცი გავაუთოვოთ ტრუსი ჩემი გოგოს ტრუსი ყოველთვის რატომღაც ვაცმო ხოლმე დაუთოვებს შეიძლება რაღაცა ისეთი არეცოს მაგალითად აი სახლში თუნდაც სახლში რომ ყავს რა და რომ ვიცული შესაძლოა რაღაცა სახლის არ გავუთო მაგრამ იტყოსი უნდა გავუთო ყველა ჩვენი ამოჩემება გვაქვს ხო და დღეს გოგოებმა მითხეს რომ ძალიან ბევრი ეცვა მამამისმა წამოიყვანა რაღაცები დავუტოვე ჩააცვით ხო და რა ვიცი ალბათ იმაზე მეტი ჩააცვა ვიდრე დავუტოვე სავარაუდოდ ხო და ბავშვი გაზდიო და ღვართი რომ მიხვალა ბაბამისმა თუმცა დღეს ნამდვილად არ ცხელოდა მინდა აღნიშნო ეგ ამბავი ნამდვილად ბარემ ჩემთვისაც დავიუთოვოთ ჩემი ქმარ ჯერ მოსულაში საბამისად არ ვიცი რა სიცნობს და რა სჭირდება ამიტომ რა თქმა უნდა ყველაფერს არ ვაუთოვებ თავისთავად სიამოვნებით დავაუთოვებდი და დავალაგებდი მაგრამ ფიზიკურად საწავიღო საკიდები არა მაქვს მე ეგეთი და რაც მაქვს და სადაც ვკიდებ რომ დავაუთოვებ ზუსტად იცოდე რომ ეგ დაუთოვებული მეორე დროს უკვე დაჭმუჭნულია იმიტომ რომ ერთმანეთს ედება ყველაფერი და იჭმჭნება 60 ხო და ნუ მოკლედ ხოლმე მარიკოსთვის აუთოვებ ხოლმე ესე წინასწარ რაღაცა დაახლოებით ერთი კვირისას და მაშინაც ცოტა დაიჭმუჭნა და ვინანებ მეთქი თავიდან მომიწე რაღაცების გავთო რა ვიცი მაგრამ მიყვარს ძალიან ეს წინასწარ გამზადებები არა მხოლოდ ბავშვისთვის ჩემთვისაც უბრალოდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ საკიდების პრობლემა მაქვს და უადგილობის გამო აი მე რაც საგარჯერობო ოთახი მქონდეს ან რაღაც სიამოვნებით თელ ჩემს სამოს დავაუთოვე და დავკიდებდი რომ აღარ მეწვალა ყოველ დღე ეს რაც გაჩვენეთ მაშინ აი ამ კედლის იქით რო არის გოგოებო თაროები რო გავაკეთე დავისვენე დედას გეფიცებით ის რა იყო რაღაცები რო ვიყიდე არც ეტეოდა რაღაცა ხამის ვიდი ქონ ესე ბევრად მომწონს
ღია, აი საგარდირებო ოთახს გავს რა. მე ხა აქ მერე ფარდა უნდა დავკიდო შესაბამისად ეგ სივრცე ეგრე ხა აქედა რო გავხედავ და დავინახავ და ვიდეო და ყველაფერი ჩანს ეგრე არ იქნება ანუ არა იდეაში აქედან ხარაფერი ჩანს მაგრამ ცოტა მაღლა თუ ავიწე ხო ჩანს და ის ფარდა მაგ ადგილს აბსოლუტურად ფარავს ასე რომ ნამდვილად აღარ მექნება მაგის პრობლემა და ისე ოჯახში შევთანხმდით რომ ბევრად მოგწონს ესე იგი ეგ ღია თაროები ფეხები თუ მემორჩილებოდეს მარიამის თავს გეფიცებთ აი უბრალოდ აღარ მემორჩილება მარიკოს სამწუხაროდ გზაში ჩაეძინა და რავი მშიერია როდეს გაიღვიძებს ეს და თუ გაიღვიძებს არ ამგონია ჭამოს და ისევ ეგრევე დაიძინებს სავარაუდოდ მე კი მაქვს კალორია იმის რომ შოკოლადე მივირთვა მაგრამ აი რაღაცნაირად არ მინდა რა რაღაცა უნდათ კარგად მივირთვი რაღაც ყველაფერი მალაშ შევჭამე და არაფერი არ მივირთვები ეთქვი რომ აი რაღაცა ტკბილი არ მინდა იმიტომ რომ ჩემთვის ხა ამ გემოს ტკბილით ის რაღაცა გაფუჭება გემოს გაფუჭება რა ეხლა მე როგორც მალაშის მოყვარული ადამიანი ეგრეა აი ვაიმე და ფეხები მიშვერეთ და არ მინდა მარიკოს წავუყოთ რა თქმა უნდა პირსახოცი სამსახურში კი არა და ბაღში ვერავარ კარგად ვირავარ ვაიმე მაყაყალებს ხან იქით ვარდები ხან აქეთ ხავალ ავიბენ ვნახო მამა ჩემი ასაკეთებს ეხლა ვურეკავდი ტელეფონი აქვს გამორთული აი ეგ ამომასხა როცა არ გინახავ ხოსო ჩართული აქვს აი როცა არ გინდა და ისეთ რო დაგირეკავს აი რავი რა გითხრათ ვერც ერთ ვარიანტში რო ვერ უპასუხებ აი რო არ არსებობს როცა უპასუხო რა ეგეთ დროს უაჭველი დაგირეკავს და ჩართული აქვს ტელეფონი აი ხა ვუფეთქე დღეს მეთქი კარი გამიხეთქო ბავშვი მოყავს დაცინებული თქო უნდა მეთქვა რას ეტყვი გამორთული აქვს ეხა რო ავდა ვეტყვი გათიშვილი გაგთქო არა მამა რას მეუბნები ნუ აი ესე გაგიჟდება რომ შეიძლება კიდევ აღარ გამოვიყვანო არ და მეუბნები ხოლმე ხო არ გატყუებ მამა გათიშვილი გაკეთყვა დაუჯდა და არ მიაქცია ყურადღება ღავით ერთი ამცნო ეგ ამბავი რო ის არის გამორთული აქვს და მაგის თავს გაგიჟება ნახეთ რას მეუბნები რა ისე შეიწყადებს გეგოდება არ იქა და პრეზიდენტი გაიქცა ქვეყნიდან წავედი გოგონებო მე მაღაზიაში მივდივარ ერთი წუთი ვუთხრა დედიკონა მე მაღაზიაში მივდივარ და მარიკოს გიტოვებთ მოვალ 5 წუთში კარგიდე გამარჯობათ მე ეს ვხატავ იმიტომ რომ თქვენ მალე მე მოგესალმებით თუმცა არ მინაშხათ და მინდა რომ მოგანამწერებოთ ხოლთ გამომიგზავნოთ ინსტაგრამებს სადაც მე შევდივარ კამერაში და თქვენ გიყურებთ თოვლიბაბუა ინსტაგრამზე არ არის მაგრამ ტელევიზორში გიყურებს მაგრამ მთელი დღე არ მინახეთ არ შენახეთ და საერთოდ არ მინახეთ მეგობრებო მინდა რომ თქვოთ რომ თქვენ გული გამიწუხოთ და რა გული მატკინოთ მინდა რომ თქვენ ძალიან გული არ მატკინოთ ნახეთ ცოტა ხანი მარიკოს გიტოვებთო მარტო და ძალიან მაინტერესებს რა გამოვაჩე იმიტომ ძალიან თხოვთ გამომწერებო ჩემ გამომწერები გამომიგზავნოთ აი ესე დასრულდა თქვენი ამბავი
ახარ ჩემი კარადა თუ რამე ჭირდება თან იგნი ან რამე აი აქ ორნაირი მოგიდა გაკ ახლა ეს დიდი მაგიდა ეს დაბალი მაგიდა ეს პატარა მაგიდა მაგრამ გამომწევს რომ დადასცინოთ რა ექსიცლი ხალხ ჩემ გამომწერება ჩემ დაჯინა გამომიქცალოთ ჩემ როგორ ნიუბი ქვენს ნექსტილს კუსტა Armagat khare word skolაში. Magivrat თქვენ რომ გამომწერები რაღაცა ძალიან თუ მიყვართ მეძნი ვარ. გამომიგზავნეთ თხოვთ ჩემ გამომწერებს და რომელი იმაც გამოგზავნა. Როდა იძინებთ პიჟამას ვიცნობთ, მაგრამ მე თეთრსაროგი მაგრამ ადრე ნუ ეგრეს როცა დაეცა მე უნდა ემოტკელმდა გაიცნოთ ან რამე დახმარება ჭირდებათ ან მე მოგეხმაროთ ხატვაში ან თუ რამე ჭირდება დედიკო და მამიკო ან შვილი Кида. Чирады განახოთ. აი ეს ჩემი გამომწერი. სადაც სკოლაში დამავსაი. ამას ქვია. ლენე ათრუაშვილი და არის 21 წლის. დიდი მადლობა რომ ჩემ გოგოს უყარაულეთ მეგობრებო. ძალიან მიყვარს. თუ გამომწერები ხარ ჩემ. ჩემო სიცოცხლე. ძალიან მიყვარს. ბიჭო რავა დედა კარგად სიყვარულო. ისაუბრეთ? კი. შეიძლება ტელეფონი ავიღოდე? კი. კარგი. Hai ხალხო, ახლა პრიჩო თქვენთვის დავიყენე და დავაცქედი და შევაშტერდით როგორ ვიხდება. Აქეთ. ხო, მადლობა. ახლა დაიწყო სკოლა და აფთიაქში გაჩნდა დავამშვიდებლების რიგები. დედები ხალხო, ეგეთი არ მე გამიგია. ჩამწკრივებულები ბალღები დგანან დავამშვიდებლები იყიდო. კაი მამიდაშვილო, განათლების სისტემა მემაპატით, მაგრამ ანად კაცი შეცვალე, ანად კუცი შეცვალე, ყველა დედას ეზიზღება სკოლის დაწყება. ესე იგი, სკოლა რო იწყება, ხო? ნერვოპათოლოგს და ფსიქიატრს ემატებათ პაციენტები. უკანე, ხელში ამოვიდა, ხო? იმ დღეს დავჯექი ერთი მეთქი ჩემი მეზობლის ბალღია რა, ხო? მაგათაშტუიკი არა, გარაფერი უყურია თავში, ვიცი. გიგებუდება ჯერ სკოლაში არ ულია და პირველად წავიდა. ხალხო ეგეთი არ მე გამიგია. ბალღი დადის სკოლაში, ერთს-ერთი მიუმატო მაგისტრის არის 7. რაღაცა ხასიათი აქვს, რა ხასიათი, ავიცი რაღაცნაირი. დედაილა. დავჯექი ჩემი განათლებული სახით და დავიწყე ისა. ეხა წამოწადის კითხვა.
ახალ ხო ვერაფერი ვერ გავიგე ახლა ამახთა ხო ვერ ვიტყოდი აბა ქუდოდი თქვენი იმედი გვაგმეცა დედა მეცა დედა რო თქვენი იმედი ვაიმე დაო მეუთხარი ვერცა დავიგანდი ვერცა ბულო ეს ჩემთვის ათქვა ვიტყვი ხუმრე რა ვერ გავიგე ვერაფერი ანა პუტირაშუაში იყო ანა ჩიტი შეხტაო და ფრიდა გავიგე ჩიტები თუ ხტებოდნენ მე არ ვიცოდი არ ვიცახლა კატა გამიგია გადახდა და ჩიტი ხო მამი დაშვლებს გიფიცებ მეჯერა მინახავთ ახლა მამი დაშვლებს გაფიცებ სად გინახავთ რომელი ჩიტი გინახავთ ხეზე რომ დახტოდეს მე რაღაცაო ისაო იმანა 5 ცალი შეჭამაო და 1-10 კაცი იყო ჩამოთვლილი აბა იმანის რამდენი შეჭამაო იმა რამდენი მოკვიჩაო მეუთხარი შვილო გამიღებდა ნერვოზი ახლა მე თქვენ ხო იცით უბნის თვალი ვარ და კაცი ვარ და ტყუცი ვარ და ესა ვარ და ისა მაგრამ ხო ერთ პირი ვიფიქრე მეთქი მოდი კალას გადავურეკო რა არის შეკაი მამი და შვილო უთხრა ხო მე ვიფიქრე ხარ ახლა კალას თავისი საქმე თავზე აყრია ახლა იქა ისა გასაკეთებელი აქა ეს აქ იქა კორპუსი და გადახედოს კაცმა იქა გზარო იგება და 8 ჯერ ამოთხრია ვიღაცა და ვერ გაიგებ რაჭის ქუჩას იქა კალამ უნდა ჩაიხედოს ახლა მოგიხსენებათ ხო და მეთქი ახლა მაგაზე როგორ შევაწუ ხო მარა მეტი რა საქმე აქვს მეუთხარ დავრეკე ხო და იმადი პასუხა ვიღაცა ყავსა აზეზილი ვიღაცა ქალი რა ალბათ ვიღაცა ის დაცნობია ეხლა თორე რა ვიცი ხო და მიუთხარი კალას თხოვე ტონი რომელი ხარ ელვის პრესლი ვარ მეუთხარი რომელი ვარ და ქუდოდი რა ვერ დაიმახსოვრე მეუთხარ და გავშალე ხელები ხო და ის არისო შეკრებაზიაო მეუთხარი ახლა გადავსავ ტელევიზიებზე ერთი სადმე არაჩვენებდნენ მეუთხარი ხო დრომოკი ვარდები ისი მივშველი ვიყავი ახლა მე ჯარი არა კალაჟა ნახავთ გის ფულები ვხატი ახლა კალა ჩემი ნათესავია მაგრამ ხო და რო შემატყო რომ მომეჭუტა ცალი თვალი ტელეფონში ისაო თვითონო დაგირეკავთო ქუდოდიო თქვენო არ დახარჯო თან გაჯო არ დაპირებ მეუთხარი მე ზომისა ტელეფონი დავრეკე ჩემ თქო დავრე კავდი ხო მე რა ვიცი გამორთო დავრეკე გადავრეკე შევამოწმე გამორთო და ხმოვანია დაყენებული რომ ვითომა დასვენების საათია და არ შევაწუხო და არის კაი იყო მაგარი გადაღლილები არიან ერთი თქო თუსაც უნდა მოვიცალო რა ეს ქვამში შეკრიბო და ხარჯო ასე უნდა ჩაკავოთ ეს ისა მინისტრები და ასე უნდა ხარჯო და გირიოთ ვაიმე მე თუ არ გავაკეთო ბაი ესეც მაკარა აღარ აი ჩემი მეზობელი საღამობით მუშაობს და ვეღარ ავსვამდი და მიწევს სახში ყავის ყიდვა ნერვები უკვე სიოცაში აწის მაგრამ ასე ჟამხობ